ივანიშვილს აქვს ხოლმე და მათ ბანდის წევრებს რაღაც ერთი ენა, რომელსაც ელაპარაკებიან ადგილზე ოცნების მომხრეებს და თითქოსაც ცდილობენ რომ იყელყელაონ და თავი ძლიერად მოაჩვენონ და მეორე ენა არის, რომელსაც ისინი იყენებენ ჩვენს პარტნიორებთან ლაპარაკის დროს, ხო? ნუ ჩვენ პარტნიორებთან და არა მათ პარტნიორებთან სამწუხაროდ. და ჩვენ კარგად ხედავთ რომ რა თქმა უნდა ხა ის თავხედური ტონი და შეურაცხყოფელი ტონი, რომელთაც ზოგიერთი ტრაგიკომიკური თუ კომიკური პერსონა გამოირჩევა ოცნების რიგებში ხოლმე და დღესაც ვიხილეთ ასეთ განცხადებები, არ არის დამახასიათებელი ხოლმე საერთაშორისო არენაზე, ხო? იქ შეიძლება რა თქმა უნდა თქვა ხოლმე 1000 მავნებლობა, არათუ მავნებლობა, არამედ რუსული ნარატივები გაატარონ ხოლმე, მაგრამ ესეთ შეურაცხყოფელ და ესეთ ტონს არ ირჩევენ ხოლმე. ანუ ეს უფრო შიდა მოხმარების საუბარი იყო, რაც დღეს ვიხილეთ სხვა პერსონების მხრიდან, რაც შეეხება უკრაინის მიერ განსახილულ საკითხებს, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვითხავს ნაციონალურ მოძრაობაში, ჩვენ კარგად ვიცით რა არის დღის ეს რიგი უკრაინის ხარის, ეს ბატონი პოდოლეკეს თქვენ არხთან მიცემულ ინტერვიუშიც გამოჩნდა სხვათა შორის, იმიტომ რომ ერთი არის ეს ანტიუკრაინული ისტერია და კამპანია, რომელიც უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ შეუძლებელი ხა ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობები აღადგინო ან წინსვლა კონდეს გზაზე და გრძელდებოდეს ის ანტიუკრაინული ისტერია, რაც არის საქართველოში, ხო? თავარი პროპაგანდისტული ნარატივი, რის გამოც დასაქციედა თქვენი კოლეგები. ანუ თქვენი დაკვირვებით ამ ისტერიას აგრძელებს ახლა ქართული ოცნება და ეს ამის შეურაცხყოფა იყო, ხო, ნახეთ, ხო? რანა, რომელი ნაწილი კონკრეტულად? აუტორიტეტო თუ არ ვიცი, სხვისგან დასმული თუ რა ვიცი, ხათას ეპიტეტით შეამკეს ადამიანს. ზარფუას კომენტარს გულის. ხო, ამ შემთხვევაში, ხო, ნუ გვარს რა მნიშვნელობს, ხო, რა ოცნების წევრის რომელიღაცის. რაც შეეხება ამ შემთხვევაში თვითონ ზელენსკის ფიგურას, არ ვიცი, ხა ზელენსკი გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული, წონიანი და ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, ხო? ეხლა რა ვიზებს საუბრობ და ვინები საუბრობენ? აბსოლუტური მარიონეტები, რომლებსაც ვაიბერში მესიჯი მოძდით და იმის მიხედვით ლაპარაკობენ თელი დღის მანძილზე, ხო? ანუ ეს ხალხი საუბრობს ამას ზელენსკიზე და ძალიან არაადეკვატურობას, დიდ არაადეკვატურობას აქვს საქმე. ხალხი, რომელმაც აქცია საქართველოს ეგრეთ წოდებული მთავრობა, უბრალოდ ქარვასლად აქცია და არის ეხლა ბატონი დავითაშვილი დაინიშნა სადღაც და ის კონკრეტული ქვეყნის ინტერესებს მოემსახურებოდა ფინანსურს დიდი შაბჭება რჩება, იქ სუსის უფროზე თვითონ თქვეს რომ თურმე ჩვენი მეზობელი ქვეყნის ბიზნესმენის დაკვეთით მუშაობდა, ნახეთ ფარცხალაძე, რომელიც ღია რუსეთის აგენტი, ანუ ამ კაც ოლიგარქს აქვს ქცეული მთავრობა, ეს ქარვასლად, სადაც ყველა სხვა მინისტრი ვიღაცის ბრძანებას და რომელიღაც ქვეყნის არ აქვს მნიშვნელობა, მოკავშირეა, მტერია თუ მეგობარია, სხვა ქვეყნების ინტერესს ასრულებენ. რატო ამბობ ამ ყველაფერს? აბა. პირიქით უკრაინა ემსახურება საკუთარ თავს და საკუთარ ერებს და იცავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას და როცა ვსაუბრობთ უკრაინის ინტერესებზე და მიმართებაზე საქართველოსთან, მარტივად არის საქმე. პირველი არის ანტიუკრაინული ისტერიის შეწყვეტა, რომ ესეთი კომენტარები არ უნდა კეთდებოდეს და უკრაინა მართლა მეგობარი თუ არის, არ უნდა აყენებდნენ შეურაცხყოფას მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კამპანია არ უნდა იყოს ამაზე აგებული, რომ უკრაინაში ომია ჩართეს ომში და ეხლა ზელენსკისნაირი პროვოკატორები თუმე საქართველოშიც ჩართავენ ომში ქვეყანას. მეორე საკითხი, აი ვიტყვი საკითხს და მეორე თუ შეიძლება. მეორე არის მიხეილ სააკაშვილის საკითხი და ხო მეორე არის მიხეილ სააკაშვილის საკითხი და ეს ყველა მიცის რომ მთავრობის წევრი იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი მეგობრები და პარტნიორები პოლიტიკური არიან ეხაც ხელმძღვანელობაში, ხო, უკრაინის და ძალიან საკვანძო და საპროფესიონალო თავმჯდომარეობა და რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი და მესამე და ჯერ მარტო უკრაინის მოქალაქეა ყველაფერს რო თავი საუბარი სად არის სააკაშვილზე? ანუ აი ყველა ფორმატში, სადაც უკრაინა საქართველოს განიხილავს რაიმე ტიპის ურთიერთობის გაუმჯობესებას, ამ თემებზე იქნება საუბარი. ანუ თქვენი ინფორმაციით ეს საკითხი არის. კი, ყველა ფორმატში, აბსოლუტურად, მათ შორის რა თქმა უნდა, ხა საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატში მით უმეტეს. და მესამე არის ჰუმანიტარული საკითხები, რომელიც უკავშირდება იგივე ლარს და სხვა მოკლედ ვიტყვი, რომ ჰუმანიტარული საკითხები. კარგი, ირაკლი, ეხლა რა კითხვა მინდა დაგიჟოთ? აი თქვენ იმ სურათის აღწერის გათვალისწინებით, ეხლა რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, მათ შორის ზელენსკის უდიერად მოხსენებას, რომელიც გარკვეული ფორმით დღეს გააგრძელეს ქართული ოცნების ზოგიერთმა წევრებმა. და ამავდროულად თქვენ ახსენებთ უკრაინის ინტერესს. აი ზუსტად აი ამ დიალოგის განახლება თუნდაც და ის სურათი ხა რომელიც ჩვენ ნახეთ შეხვედრის სახით ბოჭორიშვილსა და სიბიხას შორის. აი ზუსტად მაგაზე ხო არ მიუთითებს რომ კი ეგ განცხადებებიც იცის უკრაინულმა მხარემ. ყველაფერი იცის ვინ რაზე რას ფიქრობს და რა უთქვამთ აქამდე და ახლაც რასაც ფიქრობენ და ნაწილს ლაპარაკობენ შესაძლოა მხოლოდ. თუმცა სწორედ მის ინტერესში შედის თქვათ ამ სურათის გათვალისწინებით მაინც ამ დიალოგის არსებობა და ამგვარი თქვათ სურათის ჩვენება, იმიტომ რომ აი სიბიხა რას წერს მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე რომ ვაგრძელებთო გამჭვირვალე პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას. აი პრაგმატულობის ნაწილზე რა შეგიძლია თქვა? პრაგმატულობა გახლავთ რა რომ უკრაინას ეხლა აქვს სურვილი, რახან იმყოფება ომის მდგომარეობაში, ყველა ქვეყანასთან კონდეს ცდელობა ურთიერთობების გაუმჯობესების, რაც არის აბსოლუტურად ბუნებრივი, ყველა ქვეყანას აქვს პირველ რიგში თავისი ეროვნული ინტერესები, რეგიონში უკრაინა იქნება დომინანტი, ჩვენ რასაც ვხედავთ
ხედავთ ეხლა სხვათაშორის რუსეთის ეს ტრაგიკული შედეგები რაში გამოიხატება ამ ომის პირველ რიგში თავისთვის პოლიტიკურ ზღულისყოფ რომ რუსეთი ვეღარ იქნება სუპერ იმპერია, ვეღარ იქნება ვეღარც ადგილობრივი დომინანტი, მას კავკასიაში უკვე დათმო პოზიციები ეს ვნახეთ და უკვე ჩვენ რეგიონში ერთ-ერთი დომინანტური ძალა სამხედრო კუთხით ეს მარკო რუბიომაც განაცხადა თავის ინტერვიუში და პოლიტიკური სიძლიერითაც იქნება უკრაინა და რა თქმა უნდა უკრაინას ინტერესში შედის რომ ამ რეგიონის ქვეყნებთან კონდეს გარკვეული მეტნაკლებად უფრო ურთიერთობები და კომუნიკაციის არარსებობის შემთხვევაში რაც იყო წინა პერიოდის მანძილზე ნაკლებად იქნებოდა ეს რეალისტური. ეხლა კომუნიკაცია მაინც მყარდება, კომუნიკაცია რო დამყარდება, მე იხილავენ რამდენად არის შანსი რაიმე მიმართულებით წინ. ხო და არ ვაყენებთო წინაპირობებს კობახიძე ამბობს. და ამავდროულად უკრაინელები წინაპირობა უნდა დავაყენოს არ ვიცი ხო რაღაც ხომ აქვს შესაძლოა მაგალითად რომ მე მაქსიმუმ რა ვიცი შევიდე რომ მაგალითად რაღაც საკითხი ჩვენთვის მიუღებელია ესეც რომ მეტი თავრობის წევრი დაიჭირონ უკრაინის ხელისუფლების იმიტომ რომ უკრაინის ხელისუფლებაში თუმცა მათი პრობლემა ის გახლავთ რომ ადრე საქართველოს ანუ თქვენ როგორ წარმოგიდგენთ როდესაც ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ელაპარაკება იქ თქვა ერთ-ერთ მხარეს არ აქვს თქვა შესაძლებლობა რომ ამ დიალოგში მით უმეტეს როდესაც განახლებაზეა და რაღაც აღდგენაზე ლაპარაკი თავისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ილაპარაკოს ირაკლი? საშუალება როგორ არ ექნება, მაგრამ არაადეკვატური მოთხოვნები ექნებათ მეთქი, ამას გულისხმობ. წინაპირობა რა უნდა ქონდეს ადეკვატური? არ ვიცი. თქვენ თუ იცით, თქვენ თქვით. ხო და ვიცი და მაგიტომ გეუბნებით, ნახეთ, ადეკვატური ვერ ექნება, იმიტომ რომ ოცნების დამოკიდებულება არის რა, რომ მეორე ფრონტის გახსნა აღარ მოითხოვოთ, რაც ისედაც აღარ იყო არასოდეს არ ყოფილა მოთხოვნილი. ეხლა არ ვიცი, ადამიანები თუ გამოდიოდნენ კონკრეტული ფიგურები და ამბობდნენ, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინეთ, თუ არ ვიცი, სურვილი ეხლა შეიძლება ქონდეს უკრაინა ის ხალხი იმას ხო არ ეძახდა რომ რაღაც უარი თქვით დამოკიდებაზე სუვერენიტეტზე გასაგებია რომ შეიძლება არ იყოს რაღაც მომენტებში მათი განცხადებები სწორად აქმული რაღაც ნაწილის მიერ თუმცა საბოლოო ჯამში სახელმწიფო დონის მოთხოვნა არ არსებობდა ხო რაღაც ერთი ორ მოწოდებას გამოიკიდა ოცნება და მისი პროპაგანდა ანუ ეს მოთხოვნა ისედაც არ არსებობდა დღის ეს რიგში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ და რა თქმა უნდა ყველამ კარგად იცის ერთი მოთხოვნა რაც შეიძლება იყოს მათი მეორე მოთხოვნა რომ რაღაც თურმე მოხალისეების გაგზავნა ოფიციალურ დონეზე რასაც ასევე არავინ არ ეთხოვდა უკრაინული მხარისგან და მესამე რასაც გეუბნებით რასაც აფიქსირებენ თვითონ ეს ჩემი მონაყოლი და ჩემი რაღაც კულუარული ინფორმაცია გერაღავ თვითონ მიზახიან რომ ადეიშვილი და სხვა ფიგურები რომლებიც იყვნენ ნაცვალ-მოძრაობის მმართველობის დროს მაღალ თანამდებობებზე და ეხა იმყოფებიან უკრაინაში ასევე მაღალ თანამდებობებზე ის ხალხიო უნდა გადააყენონ და გადმოგცენო ამაზე საუბრობს ეს ხალხი ხო და ეს რო ეხლა ინტერპოლის უფროსი არის ზურაადეიშვილი და ინტერპოლის უფროს გადმოცემენ უკრაინელები რაღაცა ესეთი მოთხოვნა და წინაპირობა ხო აბსოლუტურად არაადეკვატური და არარეალისტური გახლავთ ხო? ხო. აი ამიტომ გავუშვი ხაზი მე იმას რომ აი თქვა რომ თქვათ ეს წინაპირობები არ არის დაყენებული სააკაშვილზე რაც კონკრეტულად ეს გავიგეთ. ანუ თქვენ აი როგორ უყურებთ შემდგომ აი კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმის გათვალისწინებით რა ვითარებაც არის და თქვათ რა სირთულეებიც ხო და რატომაც მივიდა საქმე აქამდე. აი ამის გათვალისწინებით ჩვენ ვხედავთ ხო რა ტიპის გამოხმაურება არის უკრაინელების მხრიდან თუნდაც ღევადვალ შეხვედრაზე რომელიც შედგა ბოჭორიშვილთან თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რეალურად დაექვემდებარება ვთქვათ ეს ვითარება გამორებას და გაუმჯობესებას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი ივანიშვილი თავისი ბუნებით არ გახავთ არც პროუკრაინელი არც პროდასავლელი არც პროქართული ანუ არ არის თავსებადი ამასთან უნდა მოუწიოს და რომ მოუწიოს ამისთვის საგარეო პოლიტიკური ფაქტორი მწიფდება ბოლო 6 თვის ბოლო უფრო ნაკლები რამდენიმე თვის მანძილზე 6 მილიარდი ევრო ზარალი განიცადა რუსეთმა მხოლოდ დრონების თავდასხმის შედეგად და ფინანსური ერთ-ერთი ხელმძღვანელი რუსეთის საუბრობს იმაზე რომ მუშახელის ისეთი დეფიციტი და კრიზისი როგორც ეხლა არის არ ყოფილა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს და ინტერნეტის გარეშე დარჩა დიდი ქალაქების მოსახლეობა ეს მდგომარეობა უფრო და უფრო დამძიმდება და ეხანდელი პროპაგანდისტები ოცნების რომ ამბობენ რომ თურმე პუტინს უჭირს და პროპაგანდაში უჭირს 2 წელს წინ რასაც ძახდნენ გვახსოვს ხო და ეს პროცესი დინამიკურად თუ გაიზრდება, ეს იქნება ფაქტორი, რომელიც მომწიფდება და ივანიშვილი დაინახავს, რომ მას ზურგი რუსეთის სახით აღარ ყავს ძლიერი და ეხლა უკრაინა ხდება დომინანტი, დასავლეთი ხდება დომინანტი რეგიონში, ამერიკა ხდება დომინანტი რეგიონში და მოუწევს მათი ძალის გათვალისწინება. თორე თავისი კეთილინების მიხედვით არ მოხდება ზალი. და ოღონდ შიგნითაც უნდა ძლიერები ვიყოთ. 26 მაისით უნდა გადმოვიდეთ და ხო, ეხლა შიგნითაც უნდა ვიყოთ ზად ამიტომ გადავიდეთ ამ საკითხზე. საგარეო ფაქტორი ვერ გადაწყვეტს. რადგან ძალიან ბევრი დრო არ გვაქვს ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე, ამაზეც მინდა რომ მოვასმენო მაყურებას. დღეს რაღაც ცოტა ცხელი დღე გამოვიდა, ბევრი გამოხმაურება ვნახეთ, როგორც თქო ოპოზიციური ალიანსის მიერ დასახელებული 6 ძირითად მოთხოვნაზე, ასევე შემდეგ ვიხილეთ სხვა კომენტარებიც, ამაზეც მინდა გკითხო. პირველ რიგში ირაკლი გითხარით თქვენი პოზიცია იმ 6 ძირითად მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც დააყენა ოპოზიციურმა ალიანსმა და ჩვენს ეთერში ალიანსის წარმომადგენელი საუბრობდა, რომ ეს არის წინა პირობა არჩევნებში მონაწილეობის, თუ ეს არ დაკმაყოფილდება, იქნება ბოიკოტი.
თქვენ იზიარებთ ამას? ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ ალიანსის პარგლებში ვიღებთ მონაწილეობას, არც გუშინ მათ შორის თქვენ ეთერშიც იყო, ჩვენი წარმომადგენლები ესწრებოდნენ 26 მაისის კამპანიის პარგლებში შეხვედრებს, რაც შეეხება საარჩევნო საკითხზე, ჩვენი გუნდი საარჩევნო ასევე თანამშრომლობს სხვა პარტიის იგივე ასე ვთქვათ კოლეგებთან და ეს ერთობლივი შრომის და მუშაობის შედეგი არის. ძალიან მარტივია ხო ამ ქვეყანაში არჩევნების მიმართულება თუ არ იქნება და ხალხი თუ არ წავა არჩევნებზე ну აზრი არ აქვს, მაშინ ყველაფერს არჩევნებად ვერ დავასახელებთ. ხო თუ პოლიტიკური ოპონენტები ციხეში იქნებიან, თუ სადამკვირვებლო მისიები არ იქნებიან, თუ ემიგრანტებს ხმა იქნება წართმეული, თუ მათ შორის სომხური კარუსელის და მსგავსი манипуляციების ჩატარების ტექნიკური საშუალებები მარტივად ექნება ოცნებას. ну ამ შემთხვევაში ხო ეს არჩევნები არა, ყველაფერს არჩევნები არ ქვია, რაც ტარდება არჩევნების სახელით, ხო? რაღაც კრიტერიუმები არსებობს და ეს ელემენტარული კრიტერიუმები არის გათვალისწინებული ამ მოთხოვნაში. დიახ, ჩვენ ვითხოვთ თავისუფალ არჩევნებს, სამართლიან არჩევნებს ვითხოვთ და ერთი არის მოთხოვნა და მეორეა არის თუ არა ეს ბოიკოტის განმაპირობებელი კვლავ და კვლავ. ხო, აი ამას ამის დაზუსტებას ვთქვი. ელემენტარული. მესმის რომ თქვენ ალიანსის წევრი ხართ და ლოგიკურად იგივე პოზიციაზე უნდა იყოთ, თუმცა მაინც დავსვა მკითხვას, რამდენად არის თქვათ ერთიანობა ამ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ თუ თქვათ ეს 6 კონკრეტული მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, ახალ ბოიკოტს მიიღებს საზოგადოება პოლიტიკური ჯგუფებისგან. ეს 6 მოთხოვნა არის ელემენტარული მოთხოვნა იმისთვის, რომ სანდოობა გაჩნდეს არჩევნების პროცესის მიმართ. მართლა ელემენტარული მოთხოვნებია, რისი გარეშეც უბრალოდ ხალხიც არ წავა არჩევნებზე. მიხვდით, ოპოზიურად განწყობილი ადამიანებიც კი არ წავლენ არჩევნებზე, სულ რომ ვიღაცამ თქვას, რომ მიიღოთ მონაწილეობა. იმ პოლიტიკური ძალების მომხრეებიც კი არ წავიდნენ, ჩვენ მომხრეებზე კი არ ვიძახით. სხვა პოლიტიკური ძალების მომხრეებიც როგორც როგორც რაღაც 1/13 თუ არ ვიცი რაღაც სტატისტიკურ მონაცემები არ მახსოვს, მაგრამ ნუ ორჯერ და სამჯერ ასე ვიტყვი მარტივად, ფაქტობრივად ნაკლები ხმა აიღეს მათ შორის ქალაქებში, ხო? იმ ძალებმა, რომლებმაც 2025 წლის ეგრეთ წოდებულ მუნიციპალურ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, იმიტომ რომ თავისივე ამომრჩეველი აღარ წავა. რატო? იმიტომ რომ თუ არ იქნა სანდოობა პროცესის მიმართ, თუ ხალხი არ იფიქრებს, რომ ეს მართლა არჩევნებია და მართლა აქვთ უნარი რომ გადაწყვიტონ საკუთარი თავის და ქვეყნის ბედი, ну აზრი არ ეხება ამ პროცესს. ხო, ეხლა წინასწარ წაგებულ კი არა, გაყალბებულ და ფარს თამაში შესვლას უბრალოდ აზრი არ აქვს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ სამართლიან პირობებს მივაღწიოთ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს დამერწმუნეთ. თავისუფალი არჩევნები არის ერთადერთი რეცეპტი იმ უბედურებების დასამთავრებლად რაც არის ამ ქვეყანაში. რატომ გეკითხებით, იცით რომ ერთი არის თქვათ ბრძოლა და ამ პროცესის ჩვენება, სხვა შორის იქ პოლიტიკური შეტევაც იყო ნახსენები 26 მაისთან დაკავშირებით, რომ ამის შემდეგ თქვათ ნახავს რაღაც ამგვარ კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას ოპოზიციის, ანუ ერთი არის ბრძოლის პროცესი და მეორეა თქვათ პირობა ხელახალი ბოიკოტისთვის. ანუ ამიტომ ვამბობ, ანუ ეს როგორ ფიქრობთ, აუცილებელია თქვათ აი წინასწარ არსებობდეს ამაზე თქვათ აი დაფიცება, რომ თუ ამას არიზავთ ასეთ შემთხვევაში ჩვენ წავალთ ბოიკოტზე, იმიტომ რომ იცი რომ ხშირად არის ხოლმე კითხვები თანმიმდევრულობასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის მხრიდან და ამიტომ აი სწორმოლოდინს რომ თანმიმდევრულობით უპასუხოთ ამაზე რა შეგიძლია. ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე ჩემი აზრით თანმიმდევრულობა აქეთ ხარეს ნამდვილად არ დაუკარგავს. ჩვენ თქვით რომ ეს დიქტატურის ჩაბეტონობისთვის მომზადებული საკანონმდებლო სივრცე არის აბსოლუტურად მიუღებელი და კლავს პოლიტიკურ პროცესს, კლავს დემოკრატიას, შეწყვეტილი ევროპული ინტეგრაცია, ის კანონები, რომელიც მიღებული იქნა და ამ გზაზე ვართ წინააღმდეგობის და შეუგუებლობის ბოლომდე. შეიძლება ვიღაცისთვის ეს მიუღებელი გზა იყოს, მაგრამ ამ გზაზე ნამდვილად ვართ და არ გადაგვიხვევია. რაც შეეხება ამ 6 საკითხს, აი მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ იმისთვის რომ არჩევნებს აზრი გქონდეს, თორემ მე როგორც პოლიტიკოს ყველაზე მეტად რა შეიძლება მინდოდეს, ეხლა არ ვიცი, იგივე სპორტსმენს რო არ უნდოდეს, სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება, იგივე ხმე არჩევნებში მონაწილეობის მიღება რო არ მინდოდეს. პირიქით ყველაზე მეტად რა შეიძლება პოლიტიკოს უნდოდეს, ისევე როგორც კიდევ ერთხელ მე სპორტსმენის მაგალითად რომ მოყვან, აი სოფლიო ჩემპიონატზე თამაში რო არ გინდოდეს, იგივეა. რა თქმა უნდა არჩევნები გვინდა, მაგრამ თუ პასპორტებს და პირადობებს წაართმევენ შენს მომხრეებს, თუ შენი მთავარი პოლიტიკური ლიდერი ციხეში იქნება, თუ სადამკვირვებლო მისიები არ იქნება და თუ წინასწარ დაწერილი იქნება შედეგი, ხა მაშინ რა ვიცი, ხა ჩვენ ხო არც მაზოხისტები არ ვართ და არც ადამიანები, რომლებიც შეიძლება დაექვემდებარონ ივანიშვილის რეჟიმს. მარტივი ბრძოლა არის. ივანიშვილს სურს რომ მივეჩვიოთ, რომ დიქტატურაში ვიცხოვრებთ, არჩევნებს აზრი არ ექნება და ესე კრავები თავი დავხაროთ და ყველაფერში მივიღოთ მონაწილეობა და მეორე არის ბრძოლა. უნდა ვიბრძოლოთ, რომ ამას მივაღწიოთ. კარგი და ანუ თქვენ აი დღევანდელ დღეს როდესაც 6 მოთხოვნა გამოქვეყნდა, თქვათ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ დაადასტუროთ, რომ ბოიკოტის კანდიდატია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ანუ ალიანსში თუ ცალკე იმ შემთხვევაში თუ ეს მოთხოვნები არჩევნებთან დაკავშირებით არ იქნება გათვალისწინებული? საკითხი უნდა დავსვათ სწორად. ჩვენ ვართ არჩევნების მომხრე. არჩევნები უნდა ჩატარდეს. სანამ არჩევნები არ ტარდება ამ ქვეყანაში, მანამდე ხა რა ვიცი ივანიშვილმა ყველაფერი შეიძლება რაღაც უწოდოს, ხო, ეგრე არ ვიცი ნებისმიერი დიქტატურულ სისტემაში არსებობს რაღაც პროცესები, რომელიც არის ფარსი, არალეგიტიმური
და რახან თქვა არჩევნებად იწოდება, არჩევნები კი არ არის, არ არის არჩევნები რეალურად, იმიტომ რომ ხო და ამაზე გეუბნებათ კობახიძე, რომ პირობას ვაძლევ ყველასო, რომ იგივე წესებით ტარდება და ანუ გამოდის, რომ ბოიკოტი გარანტირებულია. კობახიძე აბა რა სიტყვის, ანუ ოპოზიციის დღესასწრებით ვიცხოვრობ, ხო არ იტყვის. ანუ თქვენ უნდა აიძულოთ, რომ შეცვალოთ ეს პოზიცია. ხო, რა თქმა უნდა, ანუ ამ ხალხს ძალიან მარტივად მახსოვს, აი ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან, კახა კალაძემ თქვა, რომ ნუ ეჯახებითო კედელსო როდესაც ოცნების ოფისში აქცია ოცნების ოფისთან აქცია ქონდა, მაშინ სამოქალაქო ორგანიზაციაში სამოქალაქო მოძრაობაში ვიყავი და ნუ ეჯახებით კედელსო ეს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით იყო განცხადება გაკეთებული და აზრი არ ეხება შემდგომი არჩევნები ესე ჩატარდება. ხო, ნახეთ მე როგორ ჩატარდა ის არჩევნები. რა იწულებს რომ შეცვალოს ეს პოზიცია? იგივე რაც მაშინ ანუ შიდა პროტესტი უნდა იყოს უფრო გაძლიერებული, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი 26 მაისი და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ეს გარეშე ზეწოლის და წნეხის გაგრძელება, თორე ხა რა თქმა უნდა ხა კობახიძეს და ივანიშვილს არ სურთ რომ არჩევნები თავისუფლად ჩატარდეს და თანასწორად, იმიტომ რომ იციან რომ წააგებენ. ძალიან მარტივი, მაგიტომ არ ატარებენ თავისუფლად და თანასწორად, თორე ხა რო იცოდნენ რომ მოიგებენ, როგორც 2016 წელს ნაკლებად აყალბებდნენ მაგალითად და წინა წლებში ნაკლები გაყალბების მექანიზმი ჰქონდათ, რატო ჰქონდათ? იმიტომ რომ კეთილშობილები იყვნენ და კარგები იყვნენ, იმიტომ რომ უბრალოდ იცოდნენ რომ ნაკლები გაყალბების მეთოდითაც კი და ახერხებდნენ მოგებას. ერთ საკითხს მითხარი რომ მე არ მინდა რომ ივანიშვილი იყოს მართლობაში, ძალიან მარტივი არის და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთო. კარგი. და აი როგორ შეგიძლია ახსნა თქვა აი ეს ნაწილი კონკრეტულად ეხლა რაც ჩვენ დღეს ნახეთ საზოგადოება მოისმინა ნიკას პოზიცია ლელოს და გახარიას მიწვევასთან დაკავშირებით ოპოზიციის ალიანსში. ის ამბობს რომ უმრავლესობის პოდკასტში ილაპარაკა მან ამაზე და თქვა რომ ლელო ძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოს ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ და მან თქვა ასევე რომ გარჩევების დრო იქნება მაშინ როდესაც წავა ბიძინა და ამაზე არსებობს გახარიას გამოხმაურება პარტიის მათ თქვეს რომ ნაცები არის წითელი ხაზი და ნაყიდი ოცნების მიერ მოსყიდული ნაცები უწოდეს მათ და კითხვაზე რომ ის გულისხმობდა ერთ-ერთი დეპუტატი იყო ფარულავა თუ არ ვცდები მან თქვა რომ ასეთია ყოფილი ნაცებიც და არის ახალი ნაცებიც. თუ ნახე დიმიტრი ბიძინაშვილის პოსტი რომელიც ამბობს რომ ლელო და გახარია რომელ გაერთიანებაშიც შევა ის გაერთიანება ვერასდროს გამოხატავს ხალხის ნებას და შემდეგ ამაზეა უკვე კუპრაძის პასუხი რომ გვესვრიან ტალ ერთხელ გვეპატიჟებიან და მეორეთი ტალახს გვესვრიან. მოკლედ ეს საკმაოდ ესე ამ ხრივ დინამიურად განვითარდა პროცესი და გამოხმაურებები. აი რა სიტყვი ამაზე რა ხდება რასთან გვაქვს საქმე? მარტივად ვიტყვი. ანუ უნდა შემოვიდეს ლელო და გახარია არ უნდა შემოვიდეს კონკრეტულ სტატუსებს პასუხს გაგცემთ, ეხლა კონკრეტულ ყველა სტატუსს და ყველა განცხადებას ვერ გამოვიხმაურებ, ფიზიკურად ეხლა ამდენ განცხადებას არა, არც ისე ბევრია ჯერჯერობით, თუმცა შეიძლება გაგრძელდეს. გააჩნია რა სიტყვით. არა, მაგიტომ ამბობ, რომ შეიძლება მე კიდევ ვიღაცამ უპასუხოს და კიდევ ამან უპასუხოს და მარტივად გეუბნებით, ძალიან მარტივად, ჩვენ პოზიცია გქონდა ნაცნობ მოძრაობას, მარტო პირადად მე კი არა, ნაცნობ მოძრაობას ეს პოზიცია გქონდა და ეხაც ეგრე გვაქვს. ნახეთ, გახარიასთან ამაზე საუბარი არა, უბრალოდ წყლის ნაყვა. ამ ადამიანს და მის ძალას არ სურს წინააღმდეგობაში ყოფნა. თავად არ უნდა და იმიტომ არა, ჩვენ რომ გვინდოდეს მეთქი, თეორიულად მეთქი. ანუ ადამიანს არ უნდა და წინააღმდეგობაში არ არის და ამბობს რომ ოცნებასთან უკეთესად არის, იმიტომ რომ ამ თავს შიდა ქუცურ წიაღს რო უბრუნდებიან უკეთესად. ხო, მაგრამ მაგ ლოგიკით თავადაც ოცნების მოსყიდულს გეძახით ყველას, ხო, ანუ რომელიც არ უწოდებს ხოთაშორის ამ განცხადებას. არა, ძველიც და ახლებიცო, ესე თქვეს. ძველების მოსყიდულები არიან. კი. ხო, არ ვიცი, იცი რა, ნუ გახარიას მაგიტომ ვიძახი რომ ამ ხალხთან საუბარს აზრი არ აქვს მეთქი, ხედავთ არადეკვატურები არიან, ვერ ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პოზიციაში, გასაგები რომ ანუ ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდათ, ამიტომაც ისევ ოპოზიციას ებრძვიან. ხო, მარტივად არის მათ საქმე, შევიდნენ პარლამენტში, იღებენ ხელფას, მათი ლიდერი სამუშაო წავიდა გერმანიაში, მაგრამ ნუ რაც მუშაობს წესია არავინ არ იცის და საბოლოო ჯამში აი თავის კომფორტის ზონას პოულობენ იმაში რომ ოცნებას აი ხო იცით თბილისელი რაღაც ნაწილი რო არის ხო ოცნების მომხრეების რომ ოცნებასაც რო აკრიტიკებენ და ოპოზიციას რო აკრიტიკებენ და ძალიან კომფორტული პოზიცია რომ ეგენი არიან გახარიას წევრები სინამდვილეში. ამიტომ მათთან საუბარს აზრი არ აქვს თეორია მე დღეს უპასუხე უკვე დილას ამ კომენტარს დილას სხვადასხვა მედიას საშუალებად ამას შეგეკითხა მარტივად ვთქვი თეორიულად არის უშანსო გახარიაზე საუბარი. კარგი უშანსოა იყო არის და იქნება უშანსო ამ ადამიანს. მაგრამ მაშინ აი მოქალაქემ რა დასკვნა გააკეთოს ირაკლი აი ამას თუნდაც ოპოზიციურმა ეხლა მე კონცეფციაზე არ ვლაპარაკობ აი ოპოზიციურ ელექტორატს გულისხმობ ხო აი მათ რა დასკვნა გააკეთონ აი თქვენ ამბობთ ამას ნიკა ამბობს რომ უნდა შევიდნენ გახარია პასუხობთ რომ თქვენ კოცების მიერ მოსყიდული ნაცი ხართ ძველიც და ახალიც და ამაზეა მე გამოხმაურება ლელო და გახარია თუ შემვლენ ალიანსში იქ არ იქნება პირობითად ბიძინაშვილის და ამას მძიმე დიაგნოზს უწოდებს ლელოს გენერალური მდივანი აქედან რა არის არა ლელოსთან დაკავშირებით სხვადასხვა მე ყოველთვის განსხვავებული
პროპოზიცია მქონდა ხოლმე ვიდრე გახარიაზე, იმიტომ რომ ჯერ მარტო ლელოს პარტიის წევრები არიან ადამიანები, რომლებიც მე სწორედ ამ ბრძოლაში გავიცანი და ბრძოლის დროს და არა 20 ივნისის დარბევის დროს იქით ხარეს არ იყვნენ, აქეთ ხარეს იყვნენ, ჩემთან ერთად იღებდნენ ტყვიებს. რაც შეეხება ლელოს წევრებს, ну ლელოს წევრების პოზიცია მე ყოველთვის გამოსხოვებდი, ამიტომაც შედარებით რა მქონდა ხოლმე მოლოდინი მათ მიმართ პირდაპირ ვიტყვი და ეს იგივე დამოკიდებულება არ მქონია რაც გახარიას მიმართ. რაც შეეხება რაც იფიქრებს მოსახლეობა მისცეს იცოდა ხო ყველაფერი არ ვიცი ხა ბატონიკას უნდა დაუსვათ კითხვა რატომ თქვა ეს კონკრეტულ პოდკასტში ხო რომელზეც თქვენ ამბობთ მაგრამ საბოლოო ჯამში მისთვისაც ალბათ ცხადე იყოს სინამდვილეში რომ თეორიული შანსიც ფაქტობრივად არ არსებობდა იმის რასაც იძახდა რომ შეიძლება გახარია გახდეს ამ ალიანსის წევრი ალბათ არ ვიცი მის მაგერად ვერ ვისაუბრებ მაგრამ ეს არის ფაქტი და მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის ეს რა ყველა მიცის და არავის არ აქვს იმის ილუზია რომ გახარია ხა ალიანს შემოუერთება ამიტომაც მე მგონი ერთი დღის ამბავი არის და არ გაგრძელდება არც ხვალ და არც იმედი იყო დიდი მადლობა ირაკლი დაგემშვიდობები ირაკლი ფავლენიშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში ის ოპოზიციის ალიანს ამავდროულად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს და ჩვენ